ოპოზიციურ პარტიებში იხსენებენ, რომ 17 წლიანი ისტორია წელს შეჩერდა და ხდება პირველად, როცა შეერთებული შტატები არ უერთდება საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ ყოველწლიურად კეთდება ხოლმე და ყოველწლიურად პარტნიორი სახელმწიფოები შტატები თუ ევროკავშირის სახელმწიფოები ერთობლივად გმობენ რუსულ აგრესიას 2008 წლის აგვისტოს ომში და ასევე მოუწოდებენ მას რომ შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაკისრებ ვალდებულებები. ამ შემთხვევაში კი სულ სხვაგვარად მოხდა და შეერთებული შტატები არ არის იმ სახელმწიფოებს შორის, რომელიც ამ განცხადებას შეუერთდა. ეს საგანგაშოდ მიაჩნიათ პოლიტიკურ პარტიებს და გარდა ამისა, ასევე ის მათთვის ხაზგასასმელია ის, რომ ამის პარალელურად რუსეთი აქებს ქართული ოცნების პოლიტიკას და საუბრობს ურთიერთობის ნორმალიზებაზე ცხინვალთან და სამხრეთ და აფხაზეთთან და ითხოვს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას. ეს ქართული ოცნების პასუხისმგებლობა ამბობენ ოპოზიციაში, სწორედ მისმა პოლიტიკამ განაპირობა ერთის მხრივ შტატების ნაკლები აქტიურობა ამ მიმართულებით და რუსეთის მიერ კიდევ უფრო აქტიურად საუბარი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე და გარდა ამისა აქ აღნიშნავენ პოლიტიკურ პარტიებში იმასაც, რომ ქართული ოცნება საკუთარ დამოკიდებულებასაც ავლენს საკუთარი გამოხმაურებებით, თუ კი მაგალითად დასავლური სახელმწიფოების წარმომადგენლების არც ერთ განცხადებას არტოვებს გამოხმაურების გარეშე ქართული ოცნება და მის ლიდერები. ამ შემთხვევაში ისინი დუმილს ამჯობინებენ მაშინ, როცა მათ პოლიტიკას რუსეთი აქებს. როდესაც ის ქვეყანა, რომელიც ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირე იყო გასული 10 წლების მანძილზე, დღეს უკვე აღარ არის დარწმუნებული მხარი უნდა დაუჭიროს თუ არა იმ რეზოლუციებს, რომელიც შეეხება საქართველოში არსებულ ვითარებას, ამის პარალელურად რუსეთის წარმომადგენელი ზუსტად ქართული ოცნების გზავნილებით საუბრობს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე. ოღონდ ამასთან ერთად რუსეთი უკვე ღიად და მერამდენად ითხოვს, რომ შემდეგი რაც უნდა შეასრულოს რუსულმა რეჟიმმა, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს, ეს არის ფაქტიურად ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება. როგორც ჩანს, რუსეთი უკვე სარგებლობს რა იმ ვითარებით, რომ საქართველო ივანიშვილმა დატოვა აბსოლუტურ საერთაშორისო იზოლაციაში, აპირებს, რომ სერიოზულად დასვას დღის წესრიგში ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება ივანიშვილის რეჟიმის მიერ. პირველად 17 წლის მანძილზე გაეროს უშიშროების საბჭოს მხარდამჭერ განცხადებას აგვისტოს რუსეთ საქართველოს ომთან დაკავშირებით საქართველოს 2 ტერიტორიებისთვიsobისთვის არ უერთდება შეერთებული შტატები, რომელთანაც ივანიშვილმა მოშალა სტრატეგიული პარტნიორობა დაუპირისპირდა მას და დააბრალა ომის დაწყება და ათასგვარი უბედურება მაშინ, როდესაც რუსეთის წარმომადგენელი გაეროში ღიად დაშუქრავს ქართული ოცნების პოლიტიკას, ანტიდასავლურს და დამატებით ითხოვს მისგან ოკუპირებული აფხაზეთის ცხინვალის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარებას, რაზეც, რა თქმა უნდა, მაკაბო ჭორიშვილის უწყება დუმს, ისევე როგორც ჩალვა პაპუგოშვილი, რომელსაც პასტას ვერ გააგდებინებ დასავლეთის წინააღმდეგ და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რისთვის ჭირდებოდათ მათ საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია. დასავლეთთან კრიტიკა რაზე მოდის? რომ კაცი არ გალახო, რომ არ დაჩაგრო, სასამართლოში გადაწყვეტილება წინასწარ არ დაწერო, არჩევნები არ გააყალბო. ერთი კაცის შკუაზე ქვეყანა არ მოაწყო და იქიდან მოდის, რომ აფხაზეთი აღიარე, სამხრეთ ოსეთი აღიარე, დამოუკიდებელ სამ სახელმწიფოთა რაღაცა შეთანხმებაზე იმუშავე, შენ შეუმდგარი სახელმწიფო ხარ, ამათ შორის ხოვობა არ არის და იმას არ პასუხობენ და ევროპელებს ეშპილკავებიან, ეგრე ქვია ამას. ქართული ოცნება ამ დრომდე არ გამოხმაურებია ოფიციალურ დონეზე რუსეთის განცხადებას და მის მოთხოვნას კიდევ ერთხელ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარების შესახებ. დღეს მედიასთან გამოჩნდა ირაკლი კობახიძე, თუმცა პრემიერ-მინისტრს ეს თემა საჭიროდ არ ჩაუთვლია გასათვალისწინებლად და გამოხმაურებისთვის. ერთადერთი სპიკერი, ვისი კომენტარიც მოვისმინეთ, არის დავით მათიკაშვილი, პარლამენტის წევრი, ამბობს, რომ არაფერს ნიშნავს თუ კი შტატები მაგალითად არ შეუერთდა საერთო განცხადებას, საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას, რადგან საქართველოსთვის ისედაც ცნობილია, რომ შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც შეეხება რუსეთის განცხადებას. მათიკაშვილი ამბობს, რომ არც ეს არის იმ დონის მოთხოვნა, რომელსაც ქართული ოცნება ოფიციალურ დონეზე უნდა გამოეხმაუროს.
ჩვენ ძალიან კარგად ვიცით შეერთებული შტატების პოზიცია 2008 წლის ომთან დაკავშირებით და შეერთებული შტატების ხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ. ასევე ხა ეს არის манипуляციური კითხვები, ნამდვილად არ გამოადგება არც ნაცტელევიზიას და არც საზოგადოებას იმის ილუსტრაციისთვის, რაც ფსევდოდ თქვენ გსურთ ამ შემთხვევაში, ისე რომ ჩვენთვის ჩვენი პარტნიორების პოზიცია არის აქამდე ძალიან კარგად ცნობილი. რუსეთის წარმომადგენლების განცხადებები ჩვენთვის არ არის საინტერესო. საერთოდ არ არის საინტერესო. ჩვენ ტერიტორიის 20% არის დღესაც ოკუპირებული რუსეთის მხრიდან და სანამ ეს დილემა არ გადაილახება და სანამ არ აღდგება მთელს ტერიტორიაზე ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია, ცხადია რომ არანაირი დიპლომატიური ურთიერთობები და ასევე არანაირი გამოხმაურებები ჩვენ ამ განცხადებებზე არ აქვს. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ისევე როგორც ყოველ წელს 2008 წლის შემდეგ, წელსაც ისაუბრეს დახურულ შეხვედრაზე საქართველოში აგვისტოს ომის შესახებ და ამ სხდომის შემდეგ ტრადიციულად გაკეთდა საერთო განცხადება, რომლითაც გაერო გმობს რუსულ აგრესიას, მოუწოდებს, რომ მან შეასრულოს შეთანხმება და ასევე გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. თუმცა ამ განცხადებას უკვე ამ ისტორიაში პირველად არ შეუერთდა შეერთებული შტატები. მედიასთან კომენტარი გააკეთა რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმაც, რომელიც ასევე ქართული ოცნების პოლიტიკას აქებს, ისევე როგორც წინა წლებში და ამჯერად საუბრობს ნორმალიზებაზე, ურთიერთობის ნორმალიზების აუცილებლობაზე და რუსეთი კიდევ ერთხელ იყენებს შესაძლებლობას, რომ თქვას, რომ საჭიროა ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარება.